ჰქონდა თუ არა ჯასტინ გეიჯის აკრძალული პრეპარატები. რას ამბობს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილი დირექტორი სოციალურ მედიაში გავრცელებულ მოსაზრებებზე და ქართველი მებრძოლების მორიგი წარმატება. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება კვლავ განხილვის თემა. გულშემატკივრის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ჩემპიონი არათანაბარ პირობებში იყო. დიდი ნაწილი თვლის, რომ ამერიკელი მებრძოლი აკრძალული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იყო და სწორედ ამის გამო შეძლო დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლთან გამარჯვების მოპოვება. სტეროიდებზე ეჭვი გეიჯის ყვითელი ფეხების და ბევრისთვის წარმოუდგენელი გამძლეობის გამო გაჩნდა. შეიძლება თუ არა მიანიშნებდეს ეს სიმპტომები აკრძალულ პრეპარატებზე, ამაზე ნიუსმეიკერსთან საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა და ექსპერტმა პავლე კასრაძემ ისაუბრა. მის მოსმენამდე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ესეთი სიმპტომი გაყვითლებული ტერფების კავშირი დოპინგთან მე არსად არ გამიგია. პირველად გავიგე რაღაც სოციალურ ქსელებში ვიღაც საუბრობდა ამაზე, ესეთი პიროვნება მე არ ვიცი ხო ალბათ კი ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ის დადასტურებულად ამბობდა, რომ თითქოს ეს ნამდვილად ესე იყოს და არსად ეგეთი რამე არ სიმპტომატიკა ეგეთი და არ არსებობს ეგეთი რაღაცა. დოპინგის გამო გაყვითლებული ტერფები. დოპინგი თვითონ ვალაყეროვანი რამ არის თქვენ გონიათ რომ დოპინგი რაღაც ერთი ნივთიერებაა და ეს არის უზარმაზარი ჯგუფი, ხუთი ძირითადი ჯგუფია და პლუს მეთოდებია. გამომდინარე კიდე ფიზიკური და ქიმიური მეთოდებიდან. რომელიაც გამოყენებული იმის მიხედვით გამოვლენა სხვადასხვა. უმეტესწილად დოპინგს იყენებენ მაინც იმისათვის, რომ გამძლეობა გაზარდონ კუნთოვანი მასის მასა და კუნთოვანის მასას მომატება ან გაძლიერება ხდება ამ დროს და აქედან გამომდინარე მიიღონ დაუმსახურებელი უპირატესობა სიტყვაზე არასამართლიანი პრინციპით. აქ მთელი პრობლემა არის, რომ სამართლიანობის პრინციპი ირღვევა და ალბათ ამიტომაც არის ატეხილი სწორედ ეს ამბებია დოპინგთან დაკავშირებით, რომ რაღაცნაირად უნდათ რომ ეს იყოს არასამართლიანობასთან დაკავშირებული. რაც ეხლა მე როგორც ოფიციალურ როგორც ამ საქმეში ასე თუ ისე ჩახედულ პირობა ასე ხელაღებით ვერ ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან უშემატკივრობ, რა თქმა უნდა, ილია თოფურიას და მინდა რომ ეს იყოს, მაგრამ ყველაფერი ხო არ უნდა თქვა, რაც ენაზე მოგადგება, იმიტომ კი არა, რომ ამას მალავთ, უბრალოდ არ არის სწორი და სწორი ხო უნდა კონდეს ინფორმაცია მაყურებელს, მსმენელს, რა ვიცი, ყველას და აქედან გამომდინარე ესე ძალიან რთულია. მით უმეტეს თუ ახლა თუ პირდაპირ იმას განვიხილავთ, რა ქვია, თოფურიას საკითხს ახლა ზოგადად რო არ დავიწყოთ ამ დოპინგზე საუბარი, თოფურიას საკითხი საკმაოდ კომპეტენტურმა ორგანიზაციამ ჩაატარა ეს ანტიდოპინგური კვლევა, რომლის პასუხსაც უნდა დაელოდონ და თუ უნდათ შეკითხვებით აი სწორედ ის გაგზავნილია ლიცენზირებული ალბათ კი არა აუცილებლად სხვანაირად არ კეთდება ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და მინდა იცოდეთ რომ ეთყობა როგორც ჩანს ის სტანდარტები რო არ იციან ხალხმა სტანდარტები რომ საერთაშორისო სტანდარტი ტესტირების ეგ რო ტარდება ეს ტესტირება გესვით როგორც და ისება სპეციალური ბლანკი თავიდან ვარის სახელი ყველაფერი იქ დრო აბსოლუტურად ყველაფერი აღირიცხება იქ რაოდენობა შარდის ისა ყველაფერი ისინჯება და ლაბორატორიაში კი მიდის მხოლოდ ის ფორმის ის ნაწილის თვითკოპირებადი ბლანკებია ხა როგორ აი ცდილობ აგიხსნათ რა და ლაბორატორიაში მიდის აი კოპირებადი გავდის ის ფორმა ერთ-ერთი პრობლემა ლაბორატორიაში მიდის, რომელზეც არც გვარი აწერია, არც სახელი. არაფერი არ აწერია, ნომერი აწერია, მხოლოდ იმ სინჯის ნომერი და ლაბორატორიაში რომ მიდის ესა, საერთოდ აი ასე არ არიან, რა სახეობა, ვინ არის, აიდან არის, როგორ, უბრალოდ არც არის. აკეთებენ ანალიზს რაღაც ნომრის მიხედვით, რომელშიც თუ ამოვარდება, შემდეგ მისი გამგზავრთან მიდის ეს ყველაფერი და შემდეგ ხდება მხოლოდ მისი
თქვათ გასაჯაროება თუ საჭირო იქნა და ამასაც თავის წესები აქვს, მინდა იცოდეთ, რომ შეიძლება თქვათ პიროვნებას, რომელსაც ამოუვარდება თქვათ დადებითი პოზიტიური სინჯი დოპინგზე, მას შეუძლია გაასაჩივროს და აქედან გამომდინარე ის ვადა სანამ არ დამთავრდება დავა, როგორც არის ჩვეულებრივად იურიდიულ პრაქტიკაში, გესმით? მანამდე მას აქვს უფლება, რომ არ გასაჯაროდეს ეს კი, თუ არავის არ აქვს უფლება ამას ჟურნალისტები მესმის ახლა თქვენ ეს თვითონ ეს თემა ისეთი არ სენსაციების, სკანდალების თემაა და აქედან გამომდინარე ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ისეთი მომენტია, რომელიც აი ამ სკანდალთან მიაწოდოს იმას მესმის, მაგრამ მესმის დარღვევაა ეს, იმიტომ რომ თუ ადამიანს არ აქვს და უფლება მისი პერსონალური ეს დაახლოებით იგივე როგორც მისი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, გესმით? მით უმეტეს მისი ბიოლოგიური სინჯია და მას აქვს უფლება ჯერ სანამ დავა აქვს და სანამ არ იქნება შეიძლება ისე მოხდეს რომ არ მოიგოს დავა. ამბობს სახელი შემღავული დარჩება. გულშემატკივარია, ასე ვთქვათ, არენდობა, ამბობენ რომ UFC-ს ყავს კომპანია, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობს, თვითონ არის ხელმძღვანელი და არა, ასე არ არის. UFC არის, ესე იგი, როგორ გითხრათ, ყველა ფედერაციას აქვს ყველანი არიან ხელმომწერი ვადასთან ძირითადად არიან ისინი. შემდეგ ლიცენზირებულ წარმომადგენელს თქვათ შტატებში ჩატარდა, ხო? თავისთავად შეეძლო ჩაეტარებინა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ანტიდოპინგ სააგენტოს ეს ტესტირება. შეეძლო ჩაეტარებინა, მაგრამ UFC-ს აქვს ხელშეკრულება აი იმ კერძო შვედეთის მასთან დადო შეიძლება ის პირობები, რომელიც კომერციული საკითხია, გესმით? პირობები იმისი აწყობს ან როგორც არის, არ ვიცი, ხა იქ ნიუანსები ხელშეკრულების მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მასთან დადო. ხო, აი ამ კერძო იმით შვედეთში იმყოფება მისი შტაბ-ბინა და ავსტრიის დოპინგ ოფიცრების სხვადასხვა ქვეყანაში და მან გადაწყვიტა საკმაოდ ისიც ლიცენზირებულია ვადას ლიცენზირების გარეშე ვერც ერთი ვერ იმოქმედებს, ვერც UFC, ვერც ის ამღები ორგანიზაცია, ვინც აიღო ტესტი და ვერც რა თქმა უნდა ლაბორატორია ლიცენზირების გარეშე. არ არსებობს ეს ცირა. მაქსიმალურად დაცული ცდილობს სტანდარტის დროს, რომ არ იყოს ინტერესთა კონფლიქტი, რომ არ იყოს რაიმე ესეთი დარღვევა, რომ შემდეგ გამოიწვიოს, თქვათ, აი სწორედ ეს რაღაც არასწორი ინტერპრეტაციები, სწორედ ამიტომაც არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. ერთიანი, რომელიც ყველა ქვეყანაში, ყველა დონეზე ტარდება ერთნაირად. ამიგეთ? და თუ ირღვევა, მაშინ ეს დარღვევა არის და მაშინ აქვს სხვა საკითხი. რაც შეეხება გამძლეობის მომენტებს, ეს როგორ გითხრათ, ეხლა ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. რიგ ფაქტორებს აქვს, აბა რომ ასაკი ვარჯიშის სწორად წარმართვა, იქ სწორად აღებული ვიტამინები, სწორად გათვლილი მთელი რიგი საკითხები, აი იმ დღისთვის რომ მიიყვანენ სწორად დავაგებული მას რაღაც მე მგონია რომ ამ ხრივ მცირე უპირატესობა როგორც გამოჩნდა გეიჯის ჰქონდა ეს სწორედ ამ განცდილებასთან იმასთან დაკავშირებით. და მაინც იმის მტკიცება რომ ესე პირდაპირ თქვათ ჩრდილი მივაყენოთ ადამიანს უნდა იყოს ჩემსაც მეც არ მესიამოვნა რომ გოფორია დამარცხდა, მაგრამ ყოველს ხო არ ვიტყვი, ხო აუკნა, ხო ეს შესაძლებელია და შეუძლებელი მათ არაფერი არ არის, იმიტომ რომ ადამიანის შესაძლებლობები ჯერ კიდე ბოლომდე არ არის გამოკვლეული ეს გააკვირა. იქ ფსიქოლოგიური ფაქტორები არის, იქ თელი ისეთი მომენტებია, რომელიც აი როგორ გითხრათ ახლა სპორტი, სწორედ მაგიტომ არის სპორტი ეს საოცრება, რომ მიყვარს აი ეს განსხვავების და გაუთქვია გათვალ არ არის გათვლილი წინასწარ რა როგორ და რანაირად იქნება და ეს იწევს სწორედ იმას რა ქვია აი ადამიანების ესეთ ინტერესს სპორტისადმი და ამიტომაც არის ეს და მე ასე ხელაღებით ვერ ვიტყოდი ესე
ეს ვით ახლა პროფესიონალურად შეფასებისთვის არ შეიძლება ვერ დაადასტურებ ამას და ეხლა ეჭვები და ესეთი რაღაცები და რა ქვია სკანდალებზე ესენი ახლა ეგეთი რამდენიც გინდათ იმდენი გინახიათ და გაგიგონიათ ალბათ 1000 ფეიკია და 1000 ისა. შეგახსენებთ, რომ ეს მოსაზრება ეკუთვნის ექსპერტს, რომელსაც მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. რაც ყველაზე მთავარია, იმედია, რომ ჩვენი ჩემპიონი მალე დაბრუნდება და ქამარსაც დაიბრუნებს. აქვე გეტყვით ორ კარგ სიახლეს. პირველი არის ის, რომ 19 წლის ალექსანდრე მუკბანიანი ესპანეთის ჩემპიონია. ქართველმა ბარსელონაში ჩატარებულ პროფესიონალურ ბრძოლაში მეტოქე პირველ რაუნდში 10 წამში ნოკაუტით დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ესპანეთში ცხოვრობს და უკვე 3 გზის ესპანეთის, 1 გზის კატალუნიის და 4 გზის საქართველოს ჩემპიონია. ქართველმა ცოტა ხნის წინ ესპანეთში ერთ-ერთი ორგანიზაციის ქამარიც მოიპოვა. მისი რეკორდი 7-0-ია, აქედან 6 ნოკაუტია. მეორე კარგი ამბავი არის ის, რომ 16 წლის ზუკა ჭეშმარიტაშვილმა საფრანგეთში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ტულუზაში MMA-ის ქართველმა მებრძოლმა 22 წლის ფრანგი მეტოქე მეორე რაუნდში დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 16 წლის ზუკა ჭეშმარიტაშვილი MMA-ში საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა. ასევე პირველი ადგილი დაიკავა გრეპლინგის ტურნირზე, სადაც საქართველოს სახელით ასპარეზობდა. 15 წლის ასაკში გახდა პანჰიდოში საფრანგეთის ჩემპიონი. 14 წლის ასაკში კი კიკბოქსინგში საფრანგეთის ჩემპიონი. ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.